გადაგასული პროდუქცია ბათუმში სურსათის ეროვნული სააგენტო საჭალის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმის რამდენიმე სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს. შეპასე იალჩინ მარკეტსა და სუპერმარკეტ სტარში დაილუქა ქართული და უცხოური წარმოების საკონდიტრო ნაწარმი, სხვადასხვა სახის შოკოლადი, ჰალვა, კრუასანი, ნატურალური წვენები, ხორცისა და რძის პროდუქტები, ძეხვი, სოსისი, ლორი, კეფირი, კარაქი, იოგურტი, ჩიფსი, მაიონეზი. სუპერმარკეტ იალჩინში სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს. შესყიდვების მენეჯერი პირად საუბარში განმარტავს, რომ შემთხვევა ობიექტზე პირველად გამოვლინდა, რისთვისაც ადმინისტრაციამ გაფრთხილება მიიღო. ვადაგასული პროდუქციის არსებობას სუპერმარკეტ სტარშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირი ადგილზე არ იმყოფება და სატელევიზიო კომენტარს კონსულტანტები დაუკითხავად ვერ გააკეთებენ. სურსათის უმნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ სუპერმარკეტებიდან ამოღებული ვადაგასული სურსათი უწყებამ უკვე გაანადგურა. პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ჩვენი ბრალი იყო შემთხვევა ამოგვეპარა და არა სიტყვა დელას ძალიან გავაკეთეთ და იმისთვის არის სახელმწიფო, რომელიც ბაზრობს ჩვენ საშუალებას, რომ გამოწმენთ. საჭალის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილების მიერ მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა ბათუმში არსებული ორი მაღაზია, ეს არის სუპერმარკეტი ჩინი და სუპერმარკეტი სუპერსტარი. აღმოჩენილი იქნა მონიტორინგისას აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ვადაგასული პროდუქცია, ვადაგასული სურსათი მოგვიწევთ, რომ ესეთი სურსათი ეხმარება განადგურებას.